გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, მოგესალმებით ყველას. ეს არის არხი როგორ და დღეს უნდა შემოგთავაზოთ ვიდეო პოლონეთზე ჩემი გამოცდილებიდან შესახებ თუ რამე თინ შემიძლია დაგეხმაროთ. ვესტები ყველა ვარიანტი დაგეხმაროთ ამ ვიდეოში. ეს ვიდეო იქნება გამოცდილებისთვის და ამ ვიდეოში ვესტები ბევრი რჩევები მოგცეთ და ასე შემდეგ. ესე იგი პირველ რიგში რა ისი თქვა მინდა. პირველ რიგში ეხება ეს, პირველ რიგში ეს ვიდეო გამოგვივა ცოტა ძალიან ძელი და ამიტომ შეგიძლიათ თუ უყურებთ თავიდან ბოლომდე იქნება უკეთესი თავისთავად, თუ არა და გადაახვიოთ და მიახლოებით რაც ამას გაინტერესებთ იმ თემაზე ნახოთ პასუხები და ასე შემდეგ. მინდოდა ონლაინ სტრიმის გადაღება, მაგრამ რატომღაც არ გამომივიდა სტრიმის დროს ნახე ძალიან შიშინობდა მიკროფონი. აქ უკვე პროგრამულად შიშინს ვახჭობ და ასე შემდეგ მიკროფონი კარგი მაქვს, არის დედაპლატის ბრალი, მაგაზე ახლა არ ვისაუბრებთ. იტოქში სტრიმის აკეთება მინდოდა ონლაინში და ონლაინში პასუხების გაცემა თქვენ კითხვებს და ასე შემდეგ, მაგრამ არ გამომივიდა სამწუხაროდ და გადავწყვიტე და გადავიღო ვიდეო, ჩავწერო და ასე შემდეგ. ეხლა რა შეეხება, ესე იგი ეხლა რაც შეეხება ვინც აპირებს წამოსვლას პოლონეთში და შემდეგ ჩამოდიხართ, ყოველთვის უნდა გქონდეთ გეგმა B, ასე ვთქვათ. კი გასაგებია ფულს უხდით სააგენტოებს და ასე შემდეგ, ზოგი ყველა მოდის სხვა ვარიანტი სხვანაირად, მაგრამ ვინც სააგენტოებს უხდით ფულს. 95%-დან 90%-დან ასე ვთქვათ, 90% არის გადამგდები, გადამგდები შემთხვევაში რომ კი პოლონეთში ჩაგიყვანთ, მაგრამ პოლონეთში დახვდებათ სამუშაო თუ არა, არ იყოთ არწმუნებული, რასაც დაგკრიტებიან საქართველოში, ის არის 50-50-ზე. შეიძლება დახვდეთ სამუშაო, შეიძლება არ დახვდეთ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ბევრი კომპანიები, ბევრი სააგენტოები ასეც კი არ არიან, რა ხდება სინამდვილეში პოლონეთში. ამიტომ უნდა გქონდეთ ყოველთვის გეგმა B, რომ არ დარჩეთ სადგურში ღამის გასათევად და ასე შემდეგ. არ შეიქმნათ ზედმეტი პრობლემები. ამიტომ როცა მოდიხართ, ჯერ პირველ რიგში უნდა ნახოთ რუკაზე სად არის საერთოდ პოლონეთი და რაღაც ცოტა უნდა გაესმოთ პოლონეთზე და ასე შემდეგ. ასე რომ უნდა გქონდეთ კიდევ მაგალითად ჩამოდით, არ მოგეწონათ სამსახური. ან მაგალითად არავინ არ დახვდათ სადგურში და ასე შემდეგ. რა უნდა გააკეთოთ? ამიტომ უნდა იცოდეთ ყოველთვის და უნდა გქონდეთ გეგმა B, რა საკეთებთ იმ შემთხვევაში, რომ რამე მოხდება ისე როგორც თქვენ არ გინდოდათ და როგორც თქვენ არ წარმოგიდგინოთ. ამიტომ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ ყველანაირი სიტუაცია. ჩვენს ასე ახლა მოყვები მოკლედ ჩემზე, ესე გამოვიცვალე ძალიან ბევრი სამსახური და რავი ყველა სამსახურით, თქოს იყო კარგი სამსახური, ახლა სამსახური არ შეხვედრია პირველის გარდა. იქაც მუშავე ერთი დღე. ესე საიდან წამივედი მეც გადავიხადე ფული, გადავიხადე სააგენტოს ფული, მინდოდა ვიზის გაკეთება და არ არის ვიზა საჭირო, მქონდა ფული თუშ დავიხდიდი ვიზის ფულსაც და არ არის ვიზა საჭირო, ასე მითხრენ სააგენტოში. ჩაულებრად წახვალ ბიომეტრიულით და იქ გაგიზელებენო კარტაზე და ასე შემდეგ. მაგრამ მე ბევრის ასე ვთქვათ, სანამ წამოვიდოდი მიახლოებით 9 წელიწადი ვეცნობოდი ინფორმაციას პოლონეთზე, უყურებდი სხვადასხვა ვიდეო, სხვადასხვა ინფორმაციას პოულობდი ინტერნეტის მეშვეობით და ასე შემდეგ. ესე ყველაფერი ვიცოდი უკვე თითქმის ყველაფერი ვიცოდი, კი ნამდვილად რომ ჩამივედი მე სხვადასხვა ნიუანსები კიდევ უკეთესად გავიგე, მაგრამ უკვე გათვალისწინებული ვიყავი ყველა ნიუანსებში, ასე ვთქვათ. და რომ ჩამოვედით ვარშავაში, ვიყავით 5 ბიჭი, ანუ ახლობლები. მოკლედ მოყვები ახლა ჩემ ისტორიას და შემდეგ გადავალთ სხვადასხვა რაღაცებზე. ესე იგი ამ ვიდეოში უფრო მინდა ყურადღება გავითვალისწინოთ, ასე ვთქვათ, ყურადღება უფრო როგორ მოვზენოთ სამსახურები, თუ მაგათად დავრჩით უსამსახუროთ, ან ჩამოვედით და სამსახური არ დახვდა, რა უნდა ვქნათ იმ შემთხვევაში. ამ ვიდეოში ვნახავთ ამას, მაგრამ მანამდე ცოტას მოგიყვებით ჩემ შესახებ ჩემ ისტორიას. წამოვედი, გადავიხადე ფული, არ მახსოვს ახლა ზუსტად რა თანხები იყო, ეს იყო 3 წლის უკან მიახლოებით ძვირი არ გამიხდი 600-700 ლარი. ამ ფაში შედიოდა ესე იგი ბილეთი. ბილეთი და სამუშაო ხელშეკრულება მე გაფონდა თავისთავად ის თავის რაღაც ხელშეკრულებას გიფორმებენ, რომელსაც არანაირი ძალა. და უნდა დავხვედრილიყვნენ, ასე რომ ვთქვათ, ვარშავაში, ჩვენ ის ჩასულებს უნდა დავხვედრო და ადამიანი ის წამოყარდა შემდეგ და დაგვაბინაებდა და დაგვასაქმებდა და ასე შემდეგ. ჩამოვედით, ვრეკავთ ნომერზე, არავინ არ პასუხობს. კიდევ კაი ის ქალი პასუხობდა, ვიცი, კარგი ქალი იყო, არ აუშავდა.
ასე რომ ვთქვათ, იმ პირობებზე რომ ტელეფონს მაინც ღებულობდა და ესე გაირკვა მე ამ სიტუაციაში გავარკვიეთ რომ თუმე დაფეხმძიმდა ის ქალი ვინც უნდა შეხვედრო და დაფეხმძიმედ ყოფილა უბრალოდ და მშობიარობს თუმე სამარტოხოშიაო და ამიტომ გვითხრენ უკვე სხვა ნომერი მოგვაწოდეთ გავდაგებთ იმ ნომერსაც შემდეგ დამსაქმებელთან თვითონ სააგენტოსთან უბრალოდ და გითხრა რომ თქვენი ხოდით უნდა ჩამოხვიდეთ ვროცლავში კარგი წამოვედით ნუ ახლა ჩვენ ერთმანეთს ცოტა პოლონური რაღაც აქ და ამიტომ სანამ წამოხვდით კიდევ გერჩევთ ცოტა პოლონური მაინც ისწავლოთ რაღაც შეკითხვა რომ დაგჭირდა ან ინგლისური თუ ის არ არის პრობლემა ან რუსული მაინც უნდა ყველა ვარიანტი რუსული უნდა იცოდეს იმიტომ რომ რაღაცას მაინც გააგებივ და თქვენს გეიკებთ რუსული თუ არის და არც ინგლისური არის და არც პოლონური ძალიან გაგიჭირდება საერთოდ მაშინ გირჩევთ ასეთ ადამიანს ნუ საერთოდ არ წამოხვიდეთ თქვა არ გირჩევთ იმიტომ რომ გასაჭიროა ყველას და გვინდა წასვლა ხო სამუშაოდ და ასე რომ თქვა და ფულის შოვა ამიტომ ვიღაც მაინც ისეთი ნახეთ ან სადგურში ან სადმე რომ ის ერთად იყოს რომ ერთმა მაინც იცოდეთ ასე რომ თქვა ცოტა ენა რუსული ან ინგლისური და ან პოლონური ამიტომ ყველა საუკეთესო იქნება რომ სასწავლო სიტყვები მიახლოვებთ 1-50 სიტყვა მაინც რომ ისწავლოთ 50 სიტყვა ისწავლეთ ერთ-ორ დღეში არ არის პრობლემა ან ერთ კვირაში მაინც რაღაც რომ კითხოთ დააკვალიანონ და ასე შემდეგ რომ რამე შეკითხვა რომ გაჭირდეთ რომ რამე კითხვა და პოლიდაბულოს თუ არის Google თარჯიმანი მაინც გამოიყენეთ და არ უნდა დაებნეთ ეს სიტყვით ამ სიტუაციაში Google თარჯიმანით გამოიყენეთ და იქ მიახლოებით გააგებიოთ და გაგაგებიებენ რის გაგებას გინდათ ასე შემდეგ ესე იგი წამოვედით ჩვენი ხოდით შემდეგ ვროცლავში იქ ნუ გავჩი ეს 3 დღე მომუდით გზას მარტო ასე რომ თქვა 3 დღე ვიღავთ გზაში ავტობუსი აქ-იქ დაახლოებით არც მახსოვს და არც მოვყვებით ლიანად დეტალებში 3 დღეში ავარცინდა გაგვიფორმე ხელშეკრულება უმოაპრაცე იყო სხვადასხვა ხელფას გამოდიოდა ნორმალური და ჩავიყვანეს ესე იგი სამსახურში სადღაც იყო გერმანიის საზღვართან ახლო სოფელში აქ არ მახსოვს უკვე ზუსტად სოფლის სახელი და იყო ხის ქარხანა რაღაც ხეებს აშიფოვკებდნენ და რაღაცებს ზაბორები კეთდებოდა როგორც მახსოვს ერთი დღე იმუშავე და ზადიდაც აღარც მახსოვს ძროები და რაღაც ზაბორები კეთდებოდა პატარა დაბალი ზაბორები ღობეები და ასე შემდეგ რაღაც ეს პირველ დღეს რომ გავედით სამსახურში მუშაობდა მიახლოებით 100 კაცამდე სადღაც უკრაინელი და ერთი ნახეთ ქართველი რომელიც მიდიოდა უკვე სახში ვაიუდა სატნევდნენ ნუ გაიგეთებია ვისაც მან წამოსულიყო ისე უკან და ჩვენ ვის ვიყავით ამ ბიომეტრიით ყველა წამოსული ყველას ჰქონდა გათვალისწინებული რომ უნდა დარჩენილიყავით დიდი ხანი იმიტომ სამთვეში აქ რანარი ფოსერი შოვი ისეც რომ უკან დაბრუნდა რაღაც ხომ ჩაიტანო სახში ესეც უნდა იცოდეთ რომ სამთვის წამოსვლა აქ არ ღირს და მით უმეტეს საერთოდ თუ ფულის შოვა გინდა მე უფრო თავიდანვე ვიყავი განწყობილი ისე და უკვე სიტუაცია ისე ხონდა შექმნილი რომ ვიცოდი აქ მოვდიოდი დიდი ხნით და თუ მომეწონებოდა უკვე და მე შემდეგ მიდოდა უკვე აქ ოჯახი ჩამოვიყვანა როგორც კი მე უკვე მიახლოებით წელწადნახევრის მე ოჯახი ჩამოვიყვანე და ასე შემდეგ ნუ დიდი ხნით შეიძლება დავრჩეთ და გაიქნება წინასწინ ახლა არავინ არ იცის მე რა სიტუაცია შეიქმნება და ასე შემდეგ ნუ ვაპირებთ დარჩენას ჯერჯერობით თუ რამე არ შეიცვალა და ნახოთ როგორ იქნება ყველაფერი ესე იგი კითხეთ ამას კაციდან ვის მუშაობდა იქ ქარხანაში ყველას კითხეთ და ასე ყველა სათავოდ არა მაგრამ ბევრ ადამიანს კითხეთ და ყველა გითხრათ თქოს ესე იგი რომ აქ კარტაპობიტაზე ამდეს არ შეაქვს საბუთები არ აკეთებს 100 კაცთან არავის თუ არა კარტაპობიტა განაკეთები ამ ქარხანიდან ესე იგი თავისთავად იასნია რომ კარტაპობიტას არ აკეთებენ და არ შეაქვს საბუთები და ჩვენ ეს გვაბოლებდა ის უკვე დამსაქმებელი უკრაინელი კიო ნუ გეშინიათ კაცო ყველაფერი იქნება ყველაფერი საბუთებს გაიკეთებ და ასე შემდეგ მაგრამ მით უმეტეს მე სამსახურის არ მომეწონა იმის გამო რომ ესე იგი საერთოდ ჩამოსული ხალხის მხრივ გლახა სიტუაცია იყო ასე ვთქვათ გლახათ ექცეოდნენ როგორც მე შევხედე ეს პირველ დღეს ჩამოვედით იყო მიროსა გავედით სამუშაოდ იყო ფშერვა ასე თუ ის ფშერვა არის შესვენება და ესე იგი ნუ საქმე ფაქტურად არ იყო კვათვალიერებდნენ და მე და ერთი კიდევ ორი წავიყვანენ წამოვედით თქვენ დაგასაქმებთ ახლა გითხრენ და ასე მივიყვანენ რასთან იდგა ტრაქტორი რომელიც ტრაქტორი ტვირთავდა იმას ნახერხით ტვირთავდა მანქანას და ეს ეთყვა ტრაქტორი ძღოლი იყო გასული შესვენებაზე და სანამდე ეს ტრაქტორი ძღოლი მივიდოდა გვითხრენ რომ ლაფართით გვეყარა ესე იგი ტრაქტორის ნიჩაბში ეს ნახერხი ეს ფაქტობრივად ტყუილას რომ გამოდიდა ჩვენი
აზრი არ ქონდა მოვიდოდა ის ჩვენ რასაც ვიწვალებთ სიტყვაზე იქ 1 საათს ან 9 საათს არ აქვს მნიშვნელობა ის მოვიდოდა და იმას გააკეთებდა ერთ წამში ხო აიღებდა იმ ტრაქტორი და ჩაყრიდა იმ მანქანაში იტყვილა გამუშავე იტყვილა უსაქმოდ და გვინახენ ვითომ რაღაც დაგვასაქმენ და ესე იგი როგორც ასეთი ისაღამოს უთხარი იქ ბიჭებს რომ მე ხვალ აქ გამჩერებელი არა ხვალ აქ მივიდივარ სხვა სამუშაო უნდა ვნახო და ასე შემდეგ იმ საღამოს უკვე მე სამუშაო ნახე იყო შემოთავაზება 1 საათი 30 ქართველი მუშაობდა მიახლოებით მაგრამ იყო ნახშირის ქარხანა ну იმ წუთში ჩვენ უკვე სამუშაოს არჩივოდით პრინციპში სამუშაოდ იქაც ვიმუშავებდით ჩვენ არა იყო ინაირი პრობლემა ჩვენთვის იყო მთავარი საბუთები გაეკეთებია რა იმ დამსაქმებელს საბუთებზე მე შემდეგ დარჩენაზე არ შექმნდა პრობლემა ეს იყო ჩვენი უფრო უპირატესობა ამ ვარიანტში ხელფასსაც არ ქონდა დიდი მნიშვნელობა ასე რომ ვთქვათ იმ წუთში იმ წუთას თავარი ყოფილიყო სამსახური ყოფილიყო ნორმალური და აუცილებელი იყო რომ კარტაზე შეიტანა საბუთები და დარჩენილიყავით ну იმ საღამოს ნახე ესე უკვე მქონდა შემოთავაზება ასე რომ ვთქვათ და კიდევ გაცენდებოდა და თავისთავად მეურვესაც დავიწყებდი ზემოს ხოლმე პრობლემა იყო სამუშაოები მithumetos ევროპაში ყველაზე მეტი არის საერთოდ პოლონეთში და მაგით მქონდა შანსები პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიაში და ჩეხეთში წასვლის შანსები იყო რა როცა ვაპირებდი, მაგრამ პოლონეთი ვარჩი იმის გამო რომ აქ დიდი ვაკანსიები იყო, უფრო ვაკანსიები იყო ძალიან ბევრი. ასე შემდეგ, ну დილას ლიტვაში ჩვენ ვიყავთ იქ 7 ქართველი და ასე ვთქვათ ქუთაისელი 7-ვე. არა ერთი იყო, ну ერთ ზესტაფონელი იყო. ну იმერლები ვიყავით ყველა 7-ვე. 5 იყო ჩვენი ახლობელი და თუ 5 ვიყავთ ერთად ახლობელი და პლუს 2 ადამიანი ჩვენი სააგენტოდან ის გამოგზავნა საქართველოსთან სააგენტომ იმ სააგენტოდან წამევიდნენ იგეს და თავისთავად გავიცანეთ ერთმანეთ აეროპორტში და ასე შემდეგ და იმ სახელმწიფოს მე უთხარი ბიჭებს ასე დილას ამ სამსახურიდან მივიდივართ ვინც წამოვა შემთხვევით ერთად წამოდით ვინც არა და არა ასე შემდეგ მე ახლა დიდად არ გავაგზავნებ ვიტოქში ჩემი ახლობლები ვინც იყვნენ ეს ახლობლები არ წამოვიდნენ არც ერთ დარჩენილ სამსახურს და ეს ორი უცხო ადამიანი ვინც გავიცანე აეროპორტში და მე შემდეგ დავმეგობრდით და ერთად მუშაობთ დიდი ხნის მანძილზე მე ახლა წელიწად ნახევარი ну ეს ორი უცხო ადამიანი წამოყვა მე ის გამჩერებელი აქ არა ვართო და წამოვიდნენ ჩემთან ერთად იგენიც სამწუხაროა ნამდვილად რომ ჩემი ახლობლები მე არ წამოყვნენ იქ იყო ერთი ადამიანი ისეთ ვინც იყო პოლონეთში აზნაყოფი და იმის რჩევას დაუჯერენ უფრო და შემდეგ უკვე დავრეკეთ დილას თავისთავად სამ ავტობუსს ველოდებოდით რეკავდით ინტერნეტი ასე რომ ვთქვათ დავბომბეთ და ну ვეძებდით სხვა სამუშაოს იმიტომ რომ ესე იგი აქედან ორს ქონდა ფული არ იყო ფულის პრობლემა და ერთს არ ქონდა ფული ასე რომ ვთქვათ და ამის გამო ესე იგი სადაც იყო ერთი ვარიანტი წასვლის იქ 10 დღე უნდა ყოფილიყავი საბუთებს გააფორმებდნენ სასტუმროში და ეს სასტუმრო უნდა ყოფილიყო ჩვენ ხარჯზე ამიტომ ამდენ ну პრინციპში შეიძლება ჩავტეულიყავი შეიძლება არა და ისე იყო თანხები რომ მე რჩებოდი საერთოდ უფლოდ რომ წასულიყავით ამიტომ გადავწყვიტე კიდევ სხვა მივეძებნა რამე უკეთესი ვარიანტი თან ქარხანა იქ იყო ნახშირის ქარხანა და იქ ჩვენ არ გვაწყობდა ну უფრო წვერიანი სამუშაო ასე რამე უფრო მოვძებნეთ მე უფრო კარგი სამსახური გაგვიმართლა ნამდვილად ძალიან და მოვძებნეთ ერთი ადამიანი იყო ანია უკრაინელი იყო ხოდაშორის დაურეკეთ და კი არ არის აუხსნეთ ჩვენი სიტუაცია და არ არის პრობლემაო ესე იგი მოგვინახა სამსახური LG-ში LG ხემი არის ასეთი ქარხანა თუ ის ვინმე როსლავში მაშინ ახალი გაშვებული იყო 3 თვის გაშვებული იყო სულ და იყო ერთი პატარა ქარხანა ახალი უზარმაზარი ქარხნები იქ 5-7 ქარხანა აღაშენებული და დავიწყეთ იქ მუშაობა ну წაგვიყვანა დაგვეუბინა წავედით დერჟინოვაში ასე რომ ვთქვა დერჟინოვი არის ქალაქი მოცილებით 50 კილომეტრში და ძალიან კარგი იყო ჰოსტელი მე ქართველების მაგრამ რაღაც პრობლემა შექმნა გადაგვიყვანეს სხვა ჰოსტელში და ასე შემდეგ ну ეს იყო მოკლე ისტორია ჩემს ახებ როგორ თავიდან რო ჩამოვიდა და რა შეგვემთხვა და ასე შემდეგ შემდეგ უკვე LG-ში ვიმუშავე წელიწად ნახევარი და იმის მერე უკვე გამოვიცვალე 8-9 სამსახური რავი რამდენიში ვარ უკვე ამერიკაში თვაში ეხლა კი ეს იყო ჩემი რჩევა ესე იგი როცა წამოვხვათ მოკლედ რო ვთქვათ როცა მოდიხართ პოლონეთში უნდა იქონიოს თავისთავად ზედმეტად ფული რომ ჩამოვხვალ და კაპიტალები ხო ჯიბეში ასე არ შეიძლება და მე რეცებს რაღაცას ამიტომ მithumetos უნდა ქონდეს გასაოცარი ის რომ სამსახური არ დახვდეს უნივერსადურზე სამსახური არ მოგეწონა და წასასვლელი იქნება და მოგიწევთ სხვა სამსახურის ზებნა და ასე შემდეგ ამიტომ უნდა ნახოთ ეს ყველაფერი ის ნიუანსები უნდა გაითვალისწინოთ პირველ რიგში უნდა ქონდეთ ფული თუ გაქვთ ყველაფერსაც ნახავთ დასარჩენსაც ნახავთ არ არის პრობლემა ან დაგეხმარებიან ინტერნეტში შეხვალ პრინციპში გრუპები არის Facebook-ზე ქართული გრუპებიც
და ასე შემდეგ და დაგეხმარებიან არის მოგიძებნიან მაგრამ თავისთავად ფული უნდა ქონდეს ახლა უფულოდ და წყვილ არავინ არ დაიხმარება ნუ ხანები დაგეხმარებიან მაგრამ ფულს ნუ შეიძლება ნახოთ ისეთი ვინც გადაგიხდით ფულს მაგრამ უმეტეს შემთხვევაში უნდა ქონდეს თქვენი თანხა რომ თქვენი თავი შეინახოთ მაინც ნუ ერთი თვე მაინც ასე რომ ვთქვათ მინიმუმ ერთი თვის საჭმელის ფული ხომ უნდა ქონდეს ამ ხელფასზე ფული დავლოს რომ ჩამოდიხართ და ან რაში გამოგადგებათ ფული კიდევ უბრალოდ და ასე შემდეგ ამიტომ უნდა ქონდეს ფული რავი რამდენი რაც მეტი უკეთესია ასე რომ ვთქვათ ნუ მინიმუმ რავი ჯიბეში ახლა ჩემი აზრით მინიმუმ ზედმეტად $200 მაინც უნდა ქონდეთ მინიმუმ $200 მაინც ეს ყველაზე მინიმალურია მე მქონდა როგორც მახსოვს რომ წამოვედეს €200 და $300 მქონდა ზედმეტად ჯიბეში რაიც რა დგემართება შეიძლება წასვლით შეიქმნათ უკან და არ მეგეწუნა და ასე შემდეგ მე რო არ ეკო საქართველოში გამომიგზავნით ფული და ასე შემდეგ ამიტომ ეს ყველაფერი წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ ან უნდა ნახოთ ისეთი თუ ყავთ ახლობელი რომელიც გირდებათ რომ ჩამოხვალთ ეგრევე სამუშაოს დაგაწყებიოთ და ასე შემდეგ მაშინ უკვე თავისთავად არ დაგჭირდებათ და ანუ 1000 ნიუანსები ეგ უკვე თქვენთან გაითვალისწინოთ ყველაფერი რა და როგორ შეიძლება მოხდეს გააჩინა ყველა სხვადასხვა სიტუაციაში მოხდება ეხლა კი მაგალითად ჩამოვედით არ მოგეწონა სამსახური და როგორ უნდა ნახოთ სხვადასხვა სამსახურები და საერთოდ ვაკანსიები და ასე შემდეგ მე სადაც ვეძებ და მე ჩემი გამოცდილებიდან ეხლა განახებთ რა საიტებზე ვეძებ როგორ ვეძებ და ასე შემდეგ ნუ უკვე მე ამ ძებნებში ყველა სადაც ცხოვრობ ვროცლავში აქ ყველა სააგენტოები ვიცი რა არის რა როგორია მიახლოებით და ასე შემდეგ ვირა საქმიანობს სად ვეძებ პირველში ესე იგი როცა ადგილზე ხართ აქ ნუ პირველი არის ახლა ყველა მაგ კომენტარებში დაწერილი ასე ვთქვათ არის ფლაგმა აი ფლაგმა საკრიფად გუგში არის მომზადებული ნახე უკვე ფლაგმა საკრიფად გუგში და აქ წერთ ქალაქს რომ მე ქალაქში დაწყავ ამ პოლონეთში მთლიან პოლონეთში თუ ქალაქს არა კრიფად მთლიან პოლონეთში მე მაგალითად ვროცლავს აკრიფავ ახლა ამაგათად ვეზირ სამსახურს ვროცლავში მაგრამ უნდა გაითვლი აქ აფირისტის საიტიო ვერ მწერდა რანაირი საიტი აფირის საიტი რაშვაშია საერთოდ გარე განცხადებები რომელიც არის ნამდვილი განცხადებები რომელიც არის უფრო აფირისტული განცხადებები ასე ვთქვათ შეიძლება ნამდვილად დაგასაქმოს მაგრამ მოგთხოვონ ფული და ასე შემდეგ ან შეიძლება გადაგაგდონ შეიძლება ასეთი შეხვდეს მაგრამ ამიტომ მიახლოებით უნდა იცოდეთ რა უნდა მოძებნოთ და როგორ უნდა ნახოთ და ამას ყველაფერს განახებთ ახლა აი რაბოტა ფლაგმა ვროცლავ აკრიფოთ და შევიდეთ პირდაპირ ეს არის ახლა უკვე დაიწყო ვაკანსიები და ასე შემდეგ აი ნახეთ ახლა რას უნდა დააკვირდეთ აი აქ ნახეთ კიევ USA უკრაინაშია განცხადება დადებული ჩვენ ასეთ განცხადებებს არც ვნახულობთ ტყუებთ არ გვაინტერესებს ესენი არის ისეთი ვაკანსიები ნუ თითქმის 90% ფულს რომ მოითხოვს ვაკანსიაზე ნუ შეიძლება შევხვდეთ ისეთი რომ არ მოთხოვოთ ფული მაგრამ ძალიან იშვიათია უკრაინელი უფრო უნდა ეძებოთ მაგრამ გაანებით ერთი სიტყვით ამ განცხადებებს თავი არც ნახოთ ესე გვაინტერესებს ჩვენ რომელიც არის დადებული პოლონეთში ანუ თითქმის 100%-ით 98% უნდა იყოს უფასო თუ ფულს მოგთხოვენ დასაქმებაში აღარ შეეხმიანოთ გაანებით თავი საერთოდ ისეთ ვაკანსია უნდა ნახოთ რომელიც შეგეხვერწებათ მოდით ჩვენთან იმუშაოთ ესე ძალიან რომ მჭირდებათ ხალხი ეს უარს არ გეტყვიან და კიდევ ბევრი სპენია ჩვენ გრუპაში ანუ ქართულ გრუპაში პოლონეთი რომ არის გრუპა Facebook-ზე რომ ქართველებს უარს ეუბნება ბევრი კი ნამდვილად ქართველებმა ნამდვილად გააბუჭენ საქმე გაბუჭებული არის საქმე პოლონეთში მაგრამ როგორც ასეთი მე ჩემიდან გამომდინარე გეუბნებით ჩემთვის იყო შემთხვევა 1-2 მაგრამ ასე ვთქვათ უმეტეს შემთხვევაში არავის უარი არ ეთქვა სამსამერი განახებთ თუ მონაწერებს აგერ ვიბერიც დავაყენე კომენტარში რომ განახოთ არა ჩვენც უარი არ ეთქვა რომ ქართველი და რამე პრობლემა არის და საერთოდ ნუ ქართველობაზე პრობლემა მე არ შექმნა ყოველ შემთხვევაში ვაკანსიის ძებნის დროს კი ახლა იყო 1-2 ვიღაც რომ მომწერენ რომ ქართველებს არ ღებულობთო მაგრამ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევა ასე ვთქვათ ყურადღებას არ მივაქცია იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში 100-დან სიტყვაზე 100 დამსაქმებიდან შეიძლება შეხვდა მე პირადად 1-2 რომელსაც ქართველებზე უარი თქვა მეტი ჩემს უარი არ თქვა მაგალითად ქართველი რომ არ და ასე შემდეგ რაღაც საერთოდ კუთხით არანაირი პრობლემა მქონდა რაც ტრაიწელი არ მას პირველ რიგში ახლა გეტყვით რა ვაკანსიები რავი თქვენ მე როგორც ჩემთან გამოდიოდნენ არ გირჩევთ საერთოდ მშენებლობაზე მუშაობას თუ ძალიან მაგარი ხელოსანი ხართ მაგალითად რამეს ან მაგარი სვარშიკი ხართ მას სვარშიკებს ყველას მაგარი ხელფასია მაშინ თავიდან გირჩევთ დაიწყოთ სადმე საშუალო ხელფასის სვარშიკის არის 20-25-მდე ნუ და თუ
მე რო გარკვევ სიტუაციაში და არაფერს საერთოდ უნდა გქონდეთ 35-33 ხელფასი საათში თუ კაი სვარში გიხართ. და საერთოდ შენელობაზე არც შენელობაზე არ გირჩევთ მე თუ მაგარი ხელოსანი არ ახარ და ასე შემდეგ ან თუ ძალიან არ გინდათ შენელობაზე არ გირჩევთ იმიტომ რომ შენელობაზე არის ბევრი გადაგდებები პლუს მე პირადად არ მუშაობ მაგრამ ჩემი ძმაკაცი იმერთ და იმ 7 კაცთან ვინც ვიყავით რო ყოფოდი თავიდან მე ჩამოვედით იორი უცხორო წამოვიდა ჩემთან ერთად ის მუშაობდა ძალიან დიდხანს მე წავიდა მეგო საქართველოს და ახლა ისევ ჩამოვლიან ის 5 ბიჭიდან ერთი დარჩა გაიგიც მუშაობს ერთი არის ახლა და რომელიც დარჩა ჩემი ძმაკაცი ვარშავაშია ის მუშაობს შემოგვებებზე და დანარჩენი ყველა დაბრუნდა თავისთავად 3 თვე ნუ რომ თავზად ბიომეტრიული დაბრუნდნენ ისე ქუთაისში და აღარ ჩამოსვლა მეტი ნუ არ მეეწონათ არ გუუმართლა და ასე შემდეგ და ის ერთი ბიჭი მუშაობს შენელობაზე ვარშავაში ნუ აქ შენელობაზე არის გამართლება შეიძლება მოხდეს ნამდვილად კარგი კომპანია სადაც გადაგიხდიან ფულს და იმუშაებ დიდხანს და პრობლემა არ შეიძლება მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხელფასებზე არის გადაგდებები პლუს უმეტეს შემთხვევაში არის კიდე რომ ხელფასი იგუიანებს სანამ მაგალითად ერთ ობიექტს არ დაამთავრებ მე რამოდენიმე დრო უნდა უცადო კიდე რომ ჩააბარებენ ამ ობიექტს და ასე შემდეგ ნუ ხელფასებზე არა ის სტაბილურად როგორც მაგალითად ქარხნები და მე უფრო გირჩევ ქარხნებს აწყობებს და ასე შემდეგ იმიტომ იქ არის სტაბილური 10 რიცხვი ხელფასი არის 10 რიცხვი და სტაბილურად იცით რომ ამდენი გავთ ხელფასი და ამდენს მუშაობ და ამდენი გექნებათ ბოლო და ბოლოს ნუ საბოლოო თვის ბოლოს აიღოთ ამდენ ხელფასი Hai, работник на вышку мягкой мебели. არის და 5800-დან 800 ზლოტამდე ეს. ალბათ მე შეგიძლია так მე წაიკითხოთ. აკორდზე არის მუშაობა, აკორდსაც კიდევ არ გირჩევთ, იმიტომ რომ უნდა იმუშაოს გამომუშავებაზე. საშუალო 5000-დან 800 ზლოტამდე. ნუ 4000 მინიმუმ მაინც აიღეთ, იმიტომ რომ ასე რომ მაგარი ხელფასები შეიძლება დაწერონ, ან თუ მაგარი ხელოსანი ხარ და ისეთ ხელობა მაგალითად გიმუშავებთ. ამ საქმიანობაზე მაშინ შეიძლება გააკეთოთ 1000 არ არის პრობლემა, მაგრამ უყურებთ პირველ რიგში ვაკვირდებით აი ამას big dosh, ესე იგი ნოვა პლუს ამას შეიძლება ეს კომპანია ვინ არის, რა არის მონიშნოთ, მაგალითად არც მე არ ვიცი, მე ახლა ვიცი ვინც როსლავში კომპანიებია, იმ კომპანიები ვიცი, ვაკოპირებთ ამას და ვეძებთ ამაზე ინფორმაციას, ვინა ეს აგენტო, საერთოდ რაც წარმოადგენს და ასე შემდეგ, თუ არის ეს გამოხმაურებები და ასე შემდეგ. საიტი ნარუსკ მარგვა ინტერესებს და აგერ ამოვაგდო უკვე გუგმა ეს აგენცია. აი 4-7 აქვს. აგენცია ვთქვი. აი 4-7 აქვს ვასწავლე და ნახულობ პლუს გამოხმაურებას. აი ეს სააგენტო არის примерно для остальных фирм, которые ведут такой вид деятельности. Ну, შედიხარ და ასე შემდეგ ათვალიერებთ ყველა გამოხმაურებას აქ. კაი შეფასებები და ესე იგი ნამდვილი კომპანია და ასე შემდეგ. რაც მეტ ინფორმაციას მეიძებთ, თქვენთვის უკეთესია. Ну, პირველ რიგში ამას ინფორმაციის თუ გინდათ, არ პირველ რიგში ეხმიანებთ ყველას. აი, ახლა აქ შეხედეთ, მაგალითად შევამოწმოთ კიდე რამე სხვა ვაკანსიები, ოპერატორს ტანკა, ასე შემდეგ, ეს რეკლამა არის. არ გინდათ, ახლა აქ კიდე ბევრი ნომერს ვერ აგნებს, როგორ უნდა დაუკავშირდეთ, განახებთ, როგორ უნდა მიაგნოთ ნომერი. ეს მისამართი ახლა არის, ეს მე სამსახურები შევაგდებ როსლავი, ეს მისამართები არის სააგენტოების, გდანსკი, მაგრამ ვაკანსია იქნება როსლავში. აი, ნახეთ აი ვაკანსია არის როსლავში, უბრალოდ სააგენტოს ოფისი იმყოფება გდანსკში და ამ ქალაქებს არ მიაქვს ყურადღება, ამ ქალაქებს მიაქცეთ უბრალოდ იმის გამო ყურადღება, სად არის დაძაბული ეს. თუ აქ არის უკრაინა, აი ეს უკრაინა არის დაძაბული, კიევ უკრაინა, ასეთი არ გვაინტერესებს. და ასე შემდეგ, აი მაგალითად კარშიკი უდეტო, მე მაგ კარშიკის, ან კარშიკი არის პაგრიშიკის პრავა მაქვს პოლონური აღებული და მუშაობ უფრო უმეტეს შემთხვევაში ამ ვაკანსიებზე. აი ვნახოთ როსლავი კადრი მარინა მენეჯერი ნაფლანგმა აფინა SPOS ანაგლოთ არ ვიცი რა ის არის რა სააგენტოა პირველად შეხვდა და ასე შემდეგ. ნუ ახლა შეიძლება როგორ უნდა დაუკავშირდეთ. აი აქ ნომერი არ ჩანს. აი აქ უნდა დაკლიკოთ და გამოჩნდება ნომერი, რომ იცოდეთ ბევრი წერდა რომ ნომერი ვერ ნახეთ თუ არ ჩანს ნომერიო. აი აქ ხალხო უნდა დაგინა ტელეფონით, კიდე კომპიუტერზე არ აქვს უშუალობა. აქ დააჭერთ და აი გამოჩნდება ნომერი. ამ ნომერზე შემდეგ შეეხმიანებით უკვე ვაიბერით და ასე შემდეგ. გირჩევთ საერთოდ პირდაპირ მუდაურეკავთ, იწერეთ SMS-ი და ესაუბროთ SMS-ით. შემდეგ უკვე როცა მოავალებს ყველაფერს, უკვე შემდეგ დაურეკოთ და დაელაპარაკოთ. და კიდევ რა, ბევრი კითხვების დასმები არ უნდათ, ბევრს უყარს ბევრი კითხვების დასმები, როგორი იქნება, აი ხოსტელი როგორი, პირობები როგორი, რაღაცები არ გაინტერესებს, ჩვენ როგორი რა იქნება. ხოსტელი არის უფასო, არის ფასიანი, ხოსტელები, აი ხოსტელს აქ დიდი მნიშვნელობა ასე ვთქვათ, არა აქვს, იმიტომ რომ
სულ ჰოსტელში თუ უნდა იცხოვროთ არ მეგეცნოთ რაღაც პირობები, უკვე თქვენი პრობლემა არის, თქვენ უნდა ნახოთ შემდეგ თქვენთვის ან ცალკე ერთი ოთახი იქირავოთ, ან ცალკე სხვა ჰოსტელში გადახდოთ, არავინ არ დაგიშვით ამას, ამიტომ თქვენთვის არის პირველი უპირატესობა სამსახური. და სამსახურის შესახებ ბევრი რაღაცების გამოკითხვები იქ არ უნდა დაუწყოთ, იმიტომ რომ ამ რაღაცები არ ევასებათ ამ საქმეებს, რომ დაუწყებთ თელ ფილოსოფიას, როგორ რა, ასე შემდეგ და ბევრი კითხვებს. ბევრი კითხვები არ უნდა დაუსვათ, რა შეიძლება მოკლედ კონკრეტულად, საერთოდ როცა უსვამთ კითხვას და ასე შემდეგ. ნახეთ, წადით ვინგიშლის სამსახურში დაგივარენ, მივხვდეთ სამსახურს და თქვენ ნახავთ რა როგორ არის და ასე შემდეგ. და მით უმეტეს უნდა წაიგოთ განცხადება, როდესაც განცხადებაში თითქმის ყველას 80% უწერია მიახლოებით რა სამსახურია და რა უნდა თუ ხართ ახლა კარში კი უნდა იმუშაოთ კარზე, ხო აწევთ, დაწევთ სიმძიმეს და ასე შემდეგ რა სამუშაო და იგი ახლა დეტალებში არ უნდა დავუწყოთ, ამოკითხვა ყველაფერს არ მოწონს, ბევრს და შეიძლება უარი გითხრათ ეგრევე. ამიტომ მაქიდო ძალიან დიდი მნიშვნელობა რას მიწერთ პირველად რო წერთ. რას უცხოთ ასაკმებს, რას მიწერთ, რომ გიპასუხოთ მალე, რაც უფრო კარგად მიწერთ, უფრო მალე გიპასუხებენ და უფრო უარს არ გეტყვიან. თუ დაუწყებთ რაღაც შემოფარგლულ ლაპარაკს, შეიძლება უარი გითხრან ეგრევე, არ აღებულოთ ქართველებს და ასე შემდეგ. ან არ არის უკვე ვაკანსია და ასე შემდეგ. ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რას მიწერთ. აი აქ 250 ჟილო პირველი ერთი ზლოტი ჩასი. თუ გაქვს ესე შენი საკუთარი საცხოვრებელი პლუს ერთი ზლოტი, მაგალითად აქ რამდენი წერია. ხელფ 17 ზლოტი აქვს საათში, თუ გაქვს შენი საცხოვრებელი იქნება 18 ზლოტი საათში. თუ არა გაქვს 17 ზლოტი იქნება და პლუს გამახტება 250 ზლოტი საცხოვრებლის. Znania polonskiego języka nauczone poниманию, გაგების მიხედვით უკვე გაგების ესე მე ვიცი რომ დალაპარაკება რა ყველაფერს გებულობ პოლონურად ჩემს არ არის პრობლემა და ასე შემდეგ. და ეს უნდა წაიკითხოს რა მოთხოვნებია და ასე შემდეგ, რა საბუთებზე ასაქმებენ და ასე შემდეგ. ეხლა კიდევ ეს ერთი ამ ფლაგმაზე გავერკვიეთ უკვე როგორ ვეძებთ, რას ვეძებთ და ალბათ მივხვდით როგორ უნდა მოვძებნოთ. თუ რამე ვაკანსია გაინტერესებთ მაგალითად გვინდა მარტო LG ხემს, აი LG Energy სადაც მუშაობდი ხელფასზე. წერს მაგალითად მარტო LG-ს. ან ასე რამე კომპანია თუ გაინტერესებთ, აუ უპაკოში LG ან რაბოტინი LG და ასე შემდეგ. აი LG და ამგვარდებს ყველა LG-ს ვაკანსიებს არის ძალიან ბევრი LG, მაგრამ LG და პლუს ამას ნახეთ უკრაინელები არ გაინტერესებს. აი ბიგდოშნოვა რაბოტინი ნაზავოდ შენე პლასტიკი არ არის LG. LG ელექტრონის პოლონური არ გინდა და ასე შემდეგ რაბოტინი ნაზავოდ LG ხემ ეგის უკრაინულებია უმეტეს შემთხვევაში, ამიტომ ჩვენ უნდა ვნახოთ ადგილობრივი განცხადება. აი სტოკჰოლმში რო არის ესაც არის უკრაინულის არის დამსაქმების ვარიანტი, მაგრამ ასაქმებს ამდენად ასაქმებს ვიცი. აი აგე ვარშავა რაბოტნიკ LG პრაცა ვეპრონო ეს სახელი არის დამსაქმების კომპანიის და ასე შემდეგ, აი ნახულობთ ხელფასები და ასე შემდეგ. რაც გაინტერესებთ, იმის მიხედვით ვეძებთ და ნახულობთ შევდივართ. ნომერს ნახულობთ აი აგერ და უკრაინულ ნომერს თუ არის არ ვეხმიანებით, უნდა შევეხმოთ პოლონურ ნომერზე უკრაინელები თითქმის 90%-ში მოგთხოვენ ფულს. აქაც უკრაინელები არიან, მაგრამ აქ არ ითხოვენ ფულს, თვითონ უკრაინაში ის არიან და განცხადებები უდვიათ, იგივე ვარიანტი რაც საქართველოში ითხოვენ ფულს სხვა ვაკანსიებს. კაი ფლაგმაზე გავერკვიეთ, ახლა გადავედით, ახლა შეგვიძლია კიდევ მე მაგალითად ვეძებ, აი სად ვეძებ მე კონტაქტებში, ბევრს კონტაქტები არ აქვს, უნდა გახსნათ თავისუფლად კონტაქტებში და იმის თქვენი ქალაქის მიხედვით სადაც ხართ თქვენ. უნდა მოძებნოთ გრუპა, ან იგივე ხდება Facebook-ზე არის გრუპა, უბრალოდ მე კონტაქტებში ვეძებ, აქ უფრო გარკვეულადაა, უფრო ვერკვევი. ამ გრუპაში იმენა რო თქვა თუ რა Facebook-ში ვეძებ, ოღონდ სხვა გრუპებში, როცა ვეძებ. აი აქ შევდივართ, აქ არის რაბოტა რეკლამა, ეს არის როსლავის გრუპა. გაყიდვა, ყიდიან რაღაცებს და არის EF-ად რაღაცები თუ გინდათ ნახავთ, იყიდით და ასე შემდეგ. შევდივართ სამსახურში. აი აქ წავიდა ვაკანსიები, არის ძალიან ბევრი ვაკანსიები და აქ არის უფრო ასე ვთქვათ ცხელი ვაკანსიები. აკვირდებით და შეიძლება იმ სეთი დაიდოს, დარეკავთ თუ არა, ეგრევე მიგიღებენ სამსახურში, ეგრევე დაიწყებთ მუშაობას, არ არის პრობლემა. ალმატურში კი არ გვაინტერესებს და ვათვალიერებთ რა და რა ვაკანსიებია. აქაც ნომერებიც არის, ნომერი თუ არა აქვს, მივწერთ პირდაპირ იმას. პირდაპირ აკაუნტში მივწერთ. ასე რომ ვთქვათ, არ არის პრობლემა. აი ულიცა გრანიშნა 8, აქ მუშაობ, ამის სამარზე მუშაობ, მე ოღონ არ ვიცი, მეგონი სხვა ის იქნება, რა სხვა საწყობი, ბევრი საწყობებია. ნახოთ რა ვაკანსია, работник склада, აი საწყობის მუშა, для мужчины график работы понедельник по пятницу, оплата 14 злотых нетто, оплачиваем прайс Юбанкарт, Юбанкартის იხდიან თუ თქვენი
მანქანა გაქვს მაშინ კიდე დაგიმატებენ ხელფასზე ამ ურბან კარტის 100 ლოტს ან ამდენსაც არის ზუსტად გააჩნია რამდენი მიანს გირიცხავენ გირთავენ Trebuie viza или без виз. Приветствую опыт на складах работы. არის ვიზა без ვიზა არ არის მნიშვნელობა. თქვენ შემთხვევაში დაუკავშირდებით თქვენ თავისთავად როცა უკავშირდებით უნდა აუხსნათ პირველ რიგში თქვენი საბუთების მდგომარეობა. მაგალითად ხართ ჩამოსული ეს პირველ რიგში ეს არის აუცილებელი. რომ მთელი ინფორმაცია პირველ SMS-ში მიაწოდეთ თქვენ კითხვები კი არ უნდა დაუწყოთ. თქვენზე უნდა მიაწოდოთ მთელი ინფორმაცია პირველ SMS-ში. ესე იგი ბეძემ სამსახურს აუცილებლად მაგ SDS საბუთები, მაგ ამ საბუთებში პრობლემა და ასე შემდეგ. თქვენზე რა შეიძლება თქვენზე მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ, რომ შემდეგ არ დაგიწყოთ კითხვები რაღაცეებს და ასე შემდეგ. რომ უკვე ყველაფერი იცოდეთ ამ საქმეებთან რა და როგორ ხართ თქვენ საბუთებში. ამიტომ ამ საბუთებზე ზოგმა არის osvichenia ან osvichenia უბრალოდ რა არის osvichenia არის მუშაობის უფლება ზოგს ვიზა რომ აქვს ერთწლიანი ვიზა ის გონია სამუშაო ვიზა თუ აქვს ერთ წელი მუშაობა თუ შეუძლიათ ეს არ არის ხალხო ერთ წელი შეგიძლიათ მუშაობა თქვენ ამ ვიზით მარტო ეს ცალკე თემა ამას ცალკე ვიდეოები უნდა გადავიღო ეხლა მოკლედ ერთწლიანი ვიზა როცა გაქვთ მოდიხართ ვაიუცკი ვიზით ასე ვთქვათ ვაიუცკი პრიგლაშენით ეს არის ერთწლიანი ვიზა ერთწლიანი მუშაობის საშუალებას გაძლევთ მხოლოდ იმ ფირმასთან ვინც ხომ გაგიკეთათ ეს მოწვევა ანუ ერთწლიანი პრიგლაშენი თუმცა გაიკეთათ ფირმასთან შეგიძლიათ ერთ წელი მუშაობთ თუ არა საერთოდ შეგიძლიათ osvicheniით მუშაობა ამ ვიზით თუ ჩამოდიხართ ისევ შეგიძლიათ osvicheniით იმუშაოთ შეუძლებლად თუ ოღონ უნდა იცოდეთ თუ არა გაქვთ იმ წელიწადს დამუშავარი osvicheniით დამოწურული თუ არ გაქვთ ამას ყველაფერში უნდა ერკვეოდეთ ამიტომ ამას უნდა მოიწვიოთ სხვა ვიდეოები მე ნელა გადავიღებ ამ გენის შესახებ ყველაფერს ვიდეოებს ასე ვთქვათ ახლა ერთ ვიდეოში ძალიან მეტანი წელი გამოვა ვიდეო ყველაფერი უმჩავად ამიტომ სხვა ვიდეოში აგიხსნით რომელი რა არის რა არის და ასე შემდეგ ამიტომ უნდა ერკვეოდეთ პირველში გაქვთ თუ არა მუშაობის უფლება ვიზები ეს იგივე არ არის მუშაობის უფლება არც კარტა არ არის მუშაობის უფლება და ასე შემდეგ მუშაობის უფლება არის სხვა რამე მithomedes თუ სხვა სამსახურს ვთვლით მარტო სხვა სამსახურს როცა სხვა სამსახურში იწყებთ მუშაობას მარტო შეგიძლიათ მუშაობის დაწყება osvicheniით 6 თვიანი osvicheni აქვს ასე ვთქვათ 6 თვიანი მუშაობის უფლება რომელიც გაქვთ წელიწადში 6 თვის მუშაობის უფლება და ამ 6 თვით რო დაიწყებთ ამ დამსახურებთან მუშაობას ამ 6 თვის მერე უკვე აგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა ეს არის მას კარტაზე შეიტანთ ან კარტაზე უნდა შეიტანოთ თავისთავად ან ვიზას გაიკეთებინა წახვალ ვიზას გააკეთებ ჩამოხვალ და იმუშავებ და ან ასე შემდეგ უფრო უმეტეს შემთხვევაში შეიტანს დასაქმებელი კარტაზე და შემდეგ გააგრძელებთ უკვე მუშაობას დაელოდებით ვაიუდას უნდა მოგივიდეს ამ 6 თვეში უნდა ჩაეტყვეთ რომ ვაიუდა მოვიდეს და გააგრძელებთ მუშაობას თუ უაპრაცეთ მუშაობთ მაშინ ვაიუდა აღარ გჭირდებათ თავარია პეჩატი გქონდეთ ჩართული პასპორტში რომ კარტაზე შეტანილი გაქვთ და აგრძელებთ სამუშაოს უფლების გარეშე მუშაობას იმ დასაქმებელთანაც შეიტანეთ კარტაზე ეს მოკლედ აგიხსენით აი აქ ვეძებს სამსახურებს კიდევ ეხლა არ ვეძებ მე ეხლა მუშაობ და საერთოდ ვეძებ ეხლა არ მიწევს ზერნა სამსახურებს თავისთავად ეხლა სამსახური ნახი მაქვს მაგრამ აქ ბევრი ვაკანსიები სხვადასხვა აქაც მივაგინე მაგრამ ამ პლუს ამას შევდივართ Facebook-ზე ახლა შევარ Facebook-ზე და შევსვლიყავ მანამდე აი აქ არ მინდა უცალე შევიდეთ და Facebook-ზე აქვს და სააგენტოებს ეხლა მე რომელიც ვიცი სააგენტოებს აქვს თავის გვერდები მაგალითად PVB პრაცა в Польше აგერ რომ არის ერთი სააგენტო მოკლედ აგიხსნით ეს სააგენტო ამ სააგენტოებს ეს ვიდეოები გათვლილი აქ მაგიდე კაი ამ სააგენტოებს ეს ახლა რაღაც აი აქ ვაკანსიები გვიათ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ვაკანსიები და შეგიძლიათ შეეხმიანოთ რამოდენიმე მივეცი ახლა ამ სააგენტოს მისამართი და ქართველი ვარ თუ უარი გითხრა არა და ჩემი მეუღლე ქართველი და იქ მუშაობს ამ თვითონ ჩემო მეუღლემ არც რუსული იცის არც პოლონური იცის და ვაფშე ახლა ისწავლა ცოტა რუსული სამსახურში აგებიებენ და დებულებს და მაგის აგებებს რაც ხაუნდათ ამიტომ აქ პრობლემა არა ყველას აქ პრობლემა არის იმაში რას მიწერთ თქვენ და როგორ მიწერთ თქვენ დაწერილ SMS-ში იმიტომ აქ ღებულობენ მე საუბრეკე მე ვაშო მithomedes პრობლემა არ მქონია ვაშო არავისთან მე ქართველი ვარ და ასე შემდეგ აი აქ სამსახურები ვაკანსიები აქვს 1000 ვაკანსიები ესენი უფრო ასაქმებენ დალაგებაზე სხვადასხვა ქარხნებში ამლაგებები დალაგებები და ასე შემდეგ აი მაგალითად ამერ მანქანებზე არის კაცებს არის რომელიც წინდავს პოლებს და ასე შემდეგ თუ იცით სხვადასხვა ვაკანსიები აქვს უფრო მუშაობენ დალაგებებზე სხვადასხვა ქარხნებში და ასე შემდეგ კიდევ აი მაგალითად ეს კომპანია EVC-ზე ახლა რა გიწევთ EVC არის პოლონური კომპანია მაგრამ აქვს უკრაინული
უკრაინული თანამშრომლების მუშაობს შინ კომპანიაში და აქვთ უმეტესობა ვაკანსიები აქვთ უმოვა-პრაცესზე და აი მით უმეტეს ეს ვაკანსიები გამოადგება იმდეს რომ ხელფასი უმოვა-პრაცესზე უბრალოდ უნდა გითხოთ და უმოვა-პრაცესზე არის თვიური ხელფასი და არის გამომუშავება იქ ნადგოდინები რომელზეც ორმაგიან აზღურება და ასე შემდეგ ეხლა ამას არ გავაგრძელებ დიდად თუ უმოვა-პრაცესზე გინდათ მუშაობა აი შეგიძლიათ ამ კომპანიას დაუკავშირდეთ მე ახლა რეკლამას არ გამო არის სხვა კომპანიებისაც ნახოთ არ არის პრობლემა მოძებნოთ Facebook-ში თქვენ ქალაქის ჯგუფებში სადაც იმყოფებით იგი არის ვროცლავში ეს სააგენტო და უფრო უმეტესობა აქვს ვროცლავში ვაკანსიები და ასე თუ სხვა ქალაქს ეძებთ ნახულობთ კლიპს სხვა ქალაქს Facebook-ში და ეძებთ გრუპებს რუსულ გრუპებს არა ქართულ გრუპებს ეძებთ რუსულ გრუპებს და იქ უკვე ეძებთ ან პოლონურ თუ ის პოლონურ გრუპებს და ასე შემდეგ. აი მაგალითად სამსახურია, ეს სამსახური ახლა 3200 ზლოტი არის ბრუტო. 3200 ზლოტი არის ბრუტო, მიახლოებით გამოვა 2200 საშუალო შეიძლება ცოტა მეტი ზონა ნაკლები ხელფასი ნეტოში, მაგრამ თუ აქ ამიტომ უნდა როცა დაუკავშირე შეეხმიანებით თქვენ ამ დასაქმებელს ან სხვა დასაქმებელს უნდა გითხოთ თუ იძლევიან ნადგოდინებს. თუ ნადგოდინებს იძლევიან ესე 11 საათებს თუ გამუშავებენ, გამოგივა ძალიან კარგი ხელფასი და დარჩებით კვაყოფილი. თუ არ სჭირდება ნადგოდინები და ეს თანხაც ყოფნით, მაშინ აღარც ეკითხებით და თავისთავად იწყებთ მუშაობას და მუშაობთ. ესე იგი რა ის თქვენ და კიდევ ასე სხვა ინფორმაციები ნახულობ სხვა გრუპებში კიდევ რა გრუპა არის PVP ნაგარა კიდევ არის ერთი კაი ის ახლა აღარ მახსოვს კაი ახლა აი ნახეთ მაგალითად განახეთ რომ მე პრობლემა არ შექმნია და აი სხვა მაგალითად აი აქ ამ სამსახურს საერთოდ მუშაობის უფლება არ მქონდა ისე დამაწყებელი მუშაობა მუშავე არალეგალურად ასე რომ ვქეთებთ 5 თვე და შემდეგ წამოვედი უკვე როცა ოსვიჩენის უფლება მქონდა წამოვედი და უკვე დავიწყე ოფიციალური მუშაობა სხვაგან აი მაგალითად რა მესიჯი მიწერე ახლა მე მოკლედ გამარჯობათ სასწრაფოდ ვეძებ სამსახურს პოლონური დაწყებით მანაჩანა მურავნე მაქვს უდეტე კატეგორია პრავა კატეგორია B და კარტის ვოლოდინში ვარ შენ მივიღე პოლონურ შემოთავაზება თუ რამე ვაკანსიები გაქვთ გამარჯობათ აი მომწერე აქ იქით და აგერ მიმწერე რომ ჩემთვის ესე იგი ოსვიჩენის აკეთება შეუძლებელია მარტო შეიძლება სეზონური ოსვიჩენის აკეთება ეს სხვა თემაა კიდევ თქვენ არ გაინტერესებთ და ან უნდა შეეტანათ, კაროჩი წესით კანონით რომ მუშაობა უნდა შეეტანათ ვაიუდას და ვაიუდა რომ მივიდოდა მე შემეძლო ანგენთან მუშაობა ასე რომ თქვათ, მაგრამ ანგენმა დამაწყებია მე მუშაობა უპრობლემოდ შეიტანენ ვაიუდაზე, მაგრამ მუშაობდი მაინც ასე გამოდის არალეგალურად ეს 4-5 თვე. პრობლემა საერთოდ არ შექმნა, ხო უყურებთ ეს ერთი. ახლა ნახოთ აი მაგალითად წეხან რო იმდეს ვაგებთ, ნახოთ ვიზე მაქვს მინაწერი კიდო. ეს ადვოკატი არ მინდა მაგათ ევეცე წეხან რო განახეთ ევეცე ზონა. აი ეს კომპანიაა კიდო ჯულია რამეცა. ეს უნდა რაბოდა პოლშეტარია. აი ევეცე, ნახოთ მაგალითად ევეცეზე ახლა ამას მაგ შარშანდერი მინაწერია თუ როგორც ხოთ მაიცის. ამგესანაც კარტაზე მქონდა მithוნის პეჩაც არა მაქვს მე იმაში პასპორტში არანაირი პრობლემა არ აქვს. აი პირდან მიწერე ჯერ არაფერი არ მიხსნე. გამარჯობათ, ვეძებ სამუშაოს, მაქვს უდეტე. გაქვთ თუ არა ამ სამუშაოს? სიო, ეს მოკლეს მიწერე. აი უკვე შემოთავაზა ვაკანსიები, რა ვაკანსიებიც მაქვს. შემდეგ რა აგერ მიწერე კიდო. მე უკვე შემდეგ რომ მე მიწერე რომ პოლონური ვიცი, ესე იგი ესე დაგების პოლონურ გებულობ და საუბრობ ცოტას, ასე რომ ვთქვათ. უდეტეც მაქვს, მაგრამ მაღალ ახლა უკვე მაქვს ოპიტი, ესე იგი მაღალ საწყობებში არ მქონდა ნამუშევარი. არ მქონდა ნამუშევარი მაღალ საწყობებში ეგის მიწერე წინასწარი იცოდეს ადამიანმა და აქ მიწერე ჩემს საკუთრებზე რომ ნუ მაშინ შეტანილი მაქვს კარტაზე მაგრამ პეჩატი არ მაქვს ესე პეჩატის ნაზვლაში არანაირი პრობლემა არ არის სამუშაოს როცა იწყებს სხვაგან როცა პეჩატი გააქვს არა ზოგი ვითხოვს პეჩატს ზოგი სააგენტოები მაგაზე მეშლებოდა ერთი ნერვები ზოგი ვითხოვს სააგენტოები პეჩატს არა და პეჩატი პეჩატს ვაფშე აზრი არ აქვს კანონები არის რომ თვითონაც სააგენტოებმა წესერად არ არიან გარკვეული კანონებში პეჩატს არ აქვს საერთოდ მნიშვნელობა გააქვს თუ არა აქვს პეჩატ თავარი საბუთის დამატკიცებელი საბუთი გქონდეთ რომ შეტანება კარტაზე ის ყვითელი კახალდი და ან ასე შემდეგ და სხვა კიდე აი იმოწერე არ არის პრობლემა რა პრობლემა არის თავარია თქვენ გქონდეთო ესე იგი მე მიწერე რომ ასე თავარია უნდა გქონდეთ ოსვიჩენი ესე იგი მუშაობს უფლება კაგრას მე ამომეწურა ის პრახოდი 6 თვე მქონდა ამოწურა კაგრას ოსვიჩენის გაკეთება შემიძლია ასე მომწერა მისამართი მოვით ამ სამარზე თორსა უძო კაგდან გუცუდობნავა ან завтра თუ
შეგიძლიათ ხარ მოხდეთ თუ კარტო კი აქ არ დამიწყე ამასთან მუშაობა მაინც მე მივწერე რომ არ მაწყობდა მე მისამართი იყო რაც ხაშო სხვა მისამართი მე უკვე მომიძებნა სხვა მისამართზე სამუშაო ნუ გონდაბულოს ამასთან მაინც არ მუშაობია სხვაგან მუშაობა მაგრამ ეს კაი კომპანია როგორც ასეთი და არანაირი პრობლემა არ აქვს თავარია თქვენ მოდის მუშაობის უფლება და ასე შემდეგ ნატალია ხერპოლსკა აი ამანაც ამასაც მივწერე არანაირი პრობლემა არისო გავეჩე გოდი ამასაც და ამას კი ბევრს აი ამან ახლა ამასთან მუშაობა ამან დამაწყებია მუშაობა თავი ამას ძველი მეცნიერები ახლა წაშლილი იქნება არ იქნება მე მგონი მაგრამ ამასთან არანაირი პრობლემა არ შექმნია ამიტომ მიგვიყვით თქვენ ზოგი წერს რომ ვისაც მივწერე ქართველი ვარ ან რაღაც პრობლემა შემექმნა და ასე შემდეგ ამიტომ უნდა იცოდეთ არანაირი პრობლემა არ აქვს ქართველი ხარ თუ მას საერთოდ არ აინტერესებს თავარია უნდა იმუშაოთ სამუშაოს არ უნდა შეგეშინდეთ ასე ვთქვათ და სამუშაოები არის ძალიან ბევრია მაგრამ ეხლა არის ყველაზე საერთოდ გლახა სიტუაცია იმაში რომ ეხლა ჭირდება სამუშაოების მოძებნა ეს ნამდვილად ამ პერიოდში ჭირს თუ არა სამუშაოები მაინც ბლომად არის უბრალოდ ეს ნოემბრიდან მიახლოებით მარტის ბოლომდე აპრილის შუარიცხვებამდე ნაკლები ვაკანსიებია და უკვე შემდეგ მაისიდან უკვე ვაკანსიები არის ცვენა ესე არჩიე რომელზეც უნდა ყოველდღე იცვალე სამუშაოები არ არის პრობლემა თავარია ესე პირველ რიგში რა არის თავარი როცა ჩამოხვალთ თუ ბიომეტრიული ხარ ჩამოსული ან პირველ 10 დღეში ან 2 კვირაში მაინც რომ ნახოთ სამსახური ისეთ სამსახური რომელიც თქვენ მოგეწონებათ და რომელშიც თქვენ უკვე მოგეწონებათ რა ახლა მოსაწონი სამსახური სად არის ასე ვთქვათ მაგრამ რომელიც დაგაკმაყოფილეთ თქვენ ხელფასით და სხვა პირობებით და ასე შემდეგ ამიტომ რომ ისეთ სამსახური არ ნახოთ რომ ვიმუშავე გასვლები ერთ თვეს და ან 2 თვეს და მე რაცხად ასეთ სამსახური თუ იქნება არ იმუშავოთ ეგრევე წამოდი და ნახეთ სხვა სამსახური გოგუნებით რომ მე შეგმოს არ შეგქმნათ პრობლემა და ან წასასვლელი არ შეიქმნეთ და ასე შემდეგ ამიტომ უნდა ნახოთ ისეთ სამსახური რომელიც მოგეწონებათ პირველ 10 დღეში ამიტომ პირველ 10 დღე გაქვთ იმის რომ მიცვალოთ სამსახურები მალმალე არის ზოგიერთ სამსახურები ისეთ მოაპრაცეთ რომ საიწყებთ სამსახურს იქ უეჭველი 1-2 კვირა მიახლოებით აგვიანდება სანამ გაფორმებენ ამიტომ სანამ იქ გაფორმებენ მანამდე შეგიძლიათ სხვა მოძებნოთ სადაც მეორე დღეს მესამე დღეს ეგრევე გაგიშვებენ სამსახური და ასე შემდეგ და სხვადასხვა ნიუანსებია მაგოგუნებით თუ 6 თვიანი ხართ მაშინ უფრო იოლი იქნება თქვენთვის მიახლოებით სამსახურს ამდეძებთ ამიტომ სამსახურს მაგალითად მიაგენით სამსახურს LG ხემი ხო ნახეთ LG ხემი დაგუგლეთ Facebook-ში, Google-ში და ეკითხეთ კომენტარები რა წერს ხალხი ამ ვაკანსიაზე ძნელია სამუშაო არაა ძნელი საერთოდ რა პირობებია და ასე შემდეგ ის ცოცხალი კომენტარები რომ წერია უფრო კარგი არის ან სადმე შედით გრუპაში მაგალითად რუსთავის გრუპაში, რუსულ გრუპაში ან სადმე ქართულ გრუპაში თუ გინდა და დასვით მაგალითად ეს სამსახურზე თუ ხართ ნამუშევარი რა პირობებია როგორია ვინც და შემთხვევაში შეიძლება ჩემთვის ეს სამსახური კარგი იყოს და მისაღები იყოსისთვის მაგალითად ეს სამსახური არ ვაგორდეს და არ მოეწონოს და ასე შემდეგ იმიტომ იყოფა პოსტაში მუშაობ თქვა არალეგალურად რომ ამბობდით მუშაობდი 4-5 თვე რა ყველაფერი მომწონდა კარგი სამსახური იყო ადვილი იყო მით უმეტეს სიგარეტს უწევდი მე ასე ვთქვა ფერს და სიგარეტს მოსაწევად გავდიოდი საათში 2-ჯერ 3-ჯერ არ იყო ვაფშე არანაირი პრობლემა არ იყო სიგარეტზე იქავეს გააღებდი ასე ვთქვა ის კარებს და გახვიდოდი მოწევდი შემოხვიდოდი არ იყო პრობლემა და პლუს შესვენება საკე იყო თავარია საქმე იცოდე და საქმეს აკეთებდი შემდეგ იქთან იმიტომ წამოვედი ასე ვთქვათ ძველები ვინც იყო წავიდნენ ბევრი ახლები მოიყვანენ ახლები მაგრამ უკვე მუშაობა არ იცოდნენ იმდენს უნდა გესწავლებია და თან უკვე მუშაობის უფლება შემეძლო ესე ისალე გამიხსნა ასე ვთქვათ ოსუჩენია და უკვე ვეძებდი ოფიციალურ სამსახურს და თან იმის გამოც აგერ შემეძლო უკვე ოფიციალურ დაწყება მუშაობის და უფრო მაღალ ფასის სამსახურების მოძებნა შემეძლო ერთი ის იყო მიზეზი რომ წამოვედი იმ სამსახურიდან და მეორე ის იყო მიზეზი რომ ახლები მეიყვანენ და მოიწევდა სამი კაცის გაკეთეს სამი კაცის საქმის კეთება მე ამიტომ რომ ის ერთი ახალი მოსული სანამდე იღებდა ამ სიტუაციაზე თუ ადვილი სამუშაო იყო სამუშაოს გას ის იყო ლენტი იყო ლენტზე მოდიოდა პასილკებზე იყო ნორები და ნორების მიხედვით ალაგებდი ამ პასილკებს კარებებთან ასე რომ ვთქვა რა სხვა ის იყო დამავიწყე რა ქვია იმ რო იღება სადაც იპირსება მანქანები რომ მოდის რა კარებები ვთქვა და იმ სხვა კარტი იყო მაგალითად სამი კაცი დექს აგერ ერთ ხასთან და ამ სამ კაცს გებარათ 10 კარები სიტყვაზე და ამ 10 კარებთან ან ორი იყავით და ალაგებდით სხვა პასილკებს და შენ რო ეიღებდი მაგალითად 10 პასილკას რომ მეიტანდი და ალაგებდი ახალი მოსული ამ შენი 10 პასილკის აღებაში ერთ პასილკას ღებულობდა ხო და იგი ძლიერ აგნებდა სამდე ნორებს ის ერთი კვირა ჭირდება ადამიანს ხო თავისთავად რომ შეისწავლოს მაგრამ მოხდა ესე რომ ძველები უცბად ბევრი თან ქართველები ბევრი მუშაობდა იქ და ახლაც მუშაობს ბევრი ქართველები წავიდა ზოგადად სხვა სამსახურის ზოგი საქართველოს დაბრუნდა და
მე იყვანა ძალიან ახლები რა და იტოში მაგის გამოც წამოვედი და პლუს იმის გამოც რომ ხომ მაგალ ხელფასიანი სამსახური ვნახე. ასე რომ თქვა ეს იყო სამსახურებზე. მოგეთ აგიხსენეთ სამსახურებზე, როგორ უნდა მოვიზრდოთ, რა უნდა მოვიზრდოთ და თუ რამე შეკითხები გაგიშტებათ კიდევ დაწერეთ კომენტარებში, პასუხეთ კიდევ რავი და დავუმატო ახლა ამ ვიდეოში. რაღაც კონდუქტორი ამდენ ლაპარაკში დამავიწყო. რა თუ რამე შეკითხები გაგიშტათ ეს თუ დაწერეთ კომენტარებში, ამით დავამთავრებ ახლა ამ ვიდეოს. თუ მოგეწონათ დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და ასე შემდეგ ვიყავით ჩვენთან ერთად და დროებით